იცით ამათი სახელები? რატო არ იცით აი თქვენ? იცით? ჩემნაირი გიჟები აქ მეტი აღარ დაბადებულან. მე შევძელი აი ამ ენერგიის დაყენება აქ. ვარდანიას მე მესია ვეგონე მაგალითად. იმაშიც ვარ აქ ოპერის 100 წლის იუბილეის ციკლში წერია ჩემი სახელი. რა აკეთო რა თუ ეს მარტივია. აი ეს არის ისტორია ვერ დაიწერა. შემხრიდე თვალებში. მე აი ეს ყველაფერი გავიარე და დღეს საგზივარ და ვატრაკებ და კიდე გავატრაკებ. Kishward rock and roll. ეს არის მის ფოტო გადაიღო ის ტიპი გამახსენდა მოტოციკლეტისტი იყო ვიღაც მასტი ის სამთვლიანი პროყავდა მოვიდა და გადაგვიღო ფოტოგრაფი მოვიდა გადაიღო ეს ფოტო და ეს ჩვენი სახლი არის წყნეთში სადაც მე ბევრი ტუსოკები გავაკეთებ ეს დედა ჩემი და ჩემი პატარა ძმა მამა ჩემი და ეს პერიოდი იყო ეს რაღაცნაირად არ მძიმე კი არა ხო რა მე ისე არა კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი საერთოდ კი რაღაც ვითომ რაღაცა მაგრამ ძალიან არ მიყვარდა კომუნიკაცია ხალხთან და ისე მარტო მირჩევნოდა რომ ყოფილიყავი ან ვიღაც ისეთ მეგობრებთან ვისაც ჩემი უფრო ესმოდა და რაღაც მაგრამ ისიც ფეხზე მეკიდა სიმართლე რო გითხრათ იმიტომ რომ მარტო ყოფნა და მუსიკის მოსმენა ყველაზე მაგრამ მევასებოდა კი ეს ის დრო არის Led Zeppelin-ის ის ჩამივარ და კასეტაა პაემასაკში ვიყავი და მაგარი მოხიბლული დარჩი Led Zeppelin-ებით მაშინ. საიდან? სხვათა შორის აი სახლი სადაც არის მაგის პირდაპირ ცხოვრობდა ია ფარულავა და დათო ფარულავა. ნუ მაგათი ნათესავები და ხშირად დამოდიოდნენ და დათო იყო ჩემი ბავშვობის მაგაცია ცხონებული გარდაიცვალა და მაგან მოიტანა კასეტა რომ აუ ნახეო რა მაგარი რაღაცა გაეზრო და ჩავარდე და Led Zeppelin-ები და მაგრა გაასწორა რა. იმის შემდეგ მომწონდა იმ აი ზუსტად ის ალბომი მომწონდა დამოწყდა რა ერქვა მაგრამ ძალიან მაგარი ალბომი იყო და დედა ჩემი მიყვებოდა რაღაცებს აი ამ წყნეთში მახსოვს რაღაც ბიტლსებზე რაღაცებზე როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი როგორ გახურდნენ და მთელი ბავშვობა მქონდა რაღაც წარმოდგენა რომ მოდი მეთქი მეც ესე ავდგები მეთქი და დავიწყებ დაკვრას მეთქი და მე სადღაც ვიღაცას მოვეწონება ჩემი დაკვრული რაღაცას გიტარას მაჩუქებენ დრამს გვაჩუქებენ ჯგუფ შევკრიპოთ რაღაცა მე პოპულარები გავხდები და რაღაც მომწონდა ეგეთი რაღაც ღაბრები და ბერს ვოცნებობთ რა ბავშვობიდან რა ეგეთ რაღაცებს ეს არის დედა ჩემი და მე ხა აქ რა მახსოვს ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ რომ არ 3 თვის და 2 თვის მაგრამ ეს ფოტოს რო უყურებს უბრალოდ დედა ჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო და როგორ უყვარდი ისეც მახსოვს და მაგარი არის ძალიან მაგრამ ეს არ არის გადაღებული ესეც არ მახსოვს უბრალოდ ეს ფოტო მიყენია სხვათა შორის იმაზე კომპიუტერ ლეპტოპზეც და იმაზეც ეს ფოტო მიყენია მაგრამ მოსაგონრად ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეც. დედაზე მოგვიყევით, როგორია? დედა ჩემი იყო, რა ვიცი, ლამაზი ქალი იყო, განათლებული ქალი იყო და რაღაც ბევრ კეთილშობილ რაღაცებს გვასწავლიდა ჩვენ მე და ჩემ დას მაშინ პატარები რო ვიყავით. და რაღაცა პირველი დასავლეთური რაღაც ისტორიები დედა ჩემი მიყვებოდა, იმიტომ ხარ იყო არც მაშინ მოგიხსენებათ. იყო ერთი ხაზის რადიო და იყო ტელევიზიაში ორი პროგრამა, რუსული და ქართული. რაც ქართული იყო გამეორება იმ რუსული პრემიასი და რაღაცა პირველ არხზე. ხო და რა ვიცი უფრო გვიყვებოდა რაღაცებს საინტერესო რაღაცებს ყოველ საღამოს გვიყვებოდა თავის რაღაცებს სულ კითხულობდა და მე ამ რაღაც თავისებურად გვიყვებოდა ძალიან მოგწონდა როცა გვიყვებოდა ამ რაღაც საშიშ და საინტერესო ადამიანების ცხოვრებებზე თავგადასავლებს და რაღაც სულ ამბობდი რომ რაღაც ხან მეწოდებოდნენ ეს ადამიანები ხან მე რომ ამბობდი რომ იქნებ მეც ეგეთი ვიყო იქნებ მე რაღაც იგივე დამემართოს რაღაც ძირითადად ყველა ადამიანის ისტორია საბოლოო ჯამში ხო რაღაც მაინც ისეთი არის რაც არ უნდა იბლატაონ და რაც არ უნდა რქები ამოყარონ და რაც არ უნდა იფრინონ და იგიჟონ ფინალში მაინც ყველა რაღაც დონეზე ცოდოები ვარ რაღაც პონჩი რომ დაუფიქრდები ბოლოში და რა ვიცი ხო ასეთი ისტორიები იყო რაღაცა საკამდე მშობელი არის
იდეალური. აი იდეალური ადამიანი როგორც კი შეიძლება დედამით უმეტეს ასე მგონია. მაგრამ ცოტა რომ ვიზდებით უკვე ვარჩევთ რაღაცა ნაკლებს. ანუ ხედავთ რა იმ ადამიანურ ნაკლებს, რომლებიც იმ მათაც როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს გააჩნიათ. აი მე დედაჩემი სადმე გარქონია მაგალითად, რომ რაღაც ნაკლი დამენახოს. პირიქით და რაღაც პერიოდი იყო დეპრესიაში ვიყავი, ძალიან მძიმედ ვიყავი და დედაჩემმა დაამირეკა ერთხელ და რაღაცა ისეთი მისტიკური იყო, ლოგინში წევა ვერ დგები, ცუდათა ვარ, აი არაფერი აღარ მინდა რა. და დედაჩემის ზარი მაშინ ტელეფონები სახლებში რო ირეკებოდა და იღებდი ეგ იყო და დამირეკა და მითხრა რომ ნუ ეჭიდავებიო ცხოვრებასო მოეშვი და გაყევი დინებას და აუცილებლად სადღაც გამოგიყვანს და თითქოს რაღაცა გაიხსნა და ეს რაღაცა ესეთი ზეციური ძალის ხმასავით შემოვიდა ჩემში და ისეთი რწმენა მომცა და ისეთი იმედი მომცა რომ ეს შეიძლება დამთავრდეს და მართლა მოვდუნდი და მართლა გავყევი ამ დინარეს და რაღაც პონჩი ვირძენი რომ გადავრჩი და გამისორდა მაგრამ ერთი უბრალო სიტყვით ასე გადამარჩინა დედაჩემმა იმ ცივ საშიშ ბნელ ჩემთვის დეპრესიულ ღამეს ისე რომ დედას ბევრი ძალა აქვს აბსოლუტურად შვილთან მიმართებაში აღარ არის დედა დედაჩემ გარდაიცვალა კი 3-4 წელი არის უკვე ესეთი გამხდარი პატარა ქალი იყო და ორი უზარმაზარი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული ერთხელ გული გაუჭდეს ასე გაჭრილი იყო და რაღაც გულის რაღაც ძალიან რთული ოპერაცია გაუკეთეს და 3 კაცის გაუკეთეს და 2 გარდაიცვალა და ეს გადარჩა თან ეს ყველაზე ხნიერი იყო იმათში და მეორეჯერ ეს კუჭი და რაღაცები და ესეთი პატარა ქალი იყო და ესეთი ნაოპერაციელი და ესეთი ძლიერი აღმოჩნდა შინაგანად რომ უყურებდი რომ და სულ წარმოვიდგენდი ხა შენ რო ესეთი ოპერაციები გაგიგეთონ და შენ კიდე ესეთ მატორზე დადგები თუ არა და ავსი იდგა და ბოლომდე რაღაც თავის ის არის რა ძალიან ბოლომდე ინარჩუნებდა თავის რაღაც წონასწორობას და სითბოს და დედაშვილურ დამოკიდებულებას ჩემთან ურთიერთობაში კი ეს მამა ჩემი არის ეს მე ვარ მამა ჩემი იყო აი დათო რო გითხარით ფარლაო იაზმა მაგან ვითხარ რომ ხა დათოც ისეთი მოშინი ტიპი იყო და მაგან ვითხარ რომ ლადიკო ერთხელ ვიდექიო რა პატარა ბავშვი ვიყავი და რაღაცა დილას ვარ დამეძინა და გაჩავიცე და გარეთ გამოვიდა დილის 6 გარიჟრაჟი იყო და ხედავ ორანგუტანი მოდისო ნასვამიო და მე ვთქვი აი ხა დედა და შეთიო რა მოაქვსო რა ენერგიით ყველაფერი და ბიჭო რაღაც შემეშინდაო და გავიწიე და ეზოში შევედი მე თქვი სადმედის ეს გადა თქვენთან შემოვიდა და მამა შენი ყოფილაო და ანუ წარმოგიდგენიათ ხო ნუ აი ესეთი ძლიერი პიროვნება იყო და ნუ სულ ჩხუბობდა სულ რაღაც ახურებდა სულ თავის რევოლუციონერი იყო თავის პონჩი იყო თავისებურად და სულ რაღაც მაღალი ისენი ქონდა პლანკები რომ მე უნდა ყოფილიყავი სულ ყოველთვის რაღაც ძლიერი ის რაც მამა ჩემისგან კარგი და ნიშნულოვანი დამრჩა ეს არის რომ ვარჯიში მასწავლა და დილაობით დავრბოდი რომ ვარჯიშობდი მაგან გადამარჩინა და სწორი ორიენტირები დამანახა რაღაცები ცხოვრებაში და ნუ იცით რა არის როცა ეგეთი ჯამთელი და ძლიერი მშობლები ყავს ძალიან რთულია მაგაჩი სირი გამოხვიდე რა ან პირიქით ძალიან მარტივია სირი გამოხვიდე რომ შენ ძლიერი თუ არა ხარ დაიჩრდილები რაღაც პონჩი ხო და მე ვიბრძოლე და შევეცადი რომ მე ჩემი გზა მეპოვა და ჩემი ცხოვრება და ჩემი რაღაცა გამიკეთებინა და მამა ჩემი და დედაჩემის დამსახურება და რა თქმა უნდა ბებია ჩემი და რეგრიგონიანის დამსახურებით მოხდა ეს რომ ეს შევძელი ალბათ და მეც რაღაც ძლიერი გენი მოხს იმიტომ რომ ის რაც მე გავაკეთე ეს ალტერნატიული ხელოვნება 80-იანი წლების საქართველოს ეს არა ისეთი აზროვნება აქაური და არა ისეთი გარეგნობა და ჩაცმულობა და მუსიკა და სტილი ეს ნუ გააკეთო რა თუ ეს მარტივია ეხა არც არის ამის საბრძოლი მაგრამ მაშინ ვინ არა ყველა გაიქცა ჩემზე ლაითი ტიპები რო იყვნენ და პაპსას რო უკრავდნენ და ჩემთანზე მისაღები ადამიანები ისინი გაიქცნენ ქვეყნიდან ხო და მე რო ეს ძლიერი გენი არ მქონოდა ჩემი სამშობლოსად ის სიყვარული და რაღაცა რო აქ შემეცვალ და რაღაც ჩემებური ხედვები მეც გავიქცეოდი ალბათ და მეც მაგრამ მე არ გავიქეცი დავრჩი და შევძელი რომ ეს ალტერნატიული სცენა ისეთი მაგარი გამეკეთებინა რაზეც დღემდე დგას ეს ყველაფერი
მაგრამ ქართველები აღმოჩნდნენ აი ეს მშიშარა ხალხი, რომელიც თავის თავს ვერ ელაპარაკებიან სიმართლეს და ადამიანის თავის თავს სიმართლეს ვერ ელაპარაკება, ის ვერასდროს ვერ გააკეთებს სწორ ანალიტიკას და ვერასდროს ვერ დაწერს ისტორიას. დროს ვერ მიყვება ჩვენი ქვეყანა, ხვდებით ხორისით თქმამდე, იმიტომ რომ საზოგადოებაში ეს ადამიანები დროს დააწევენ და სწორი შეფასებებს გააკეთებენ და სწორი რაღაცებს რომ განავითარონ საზოგადოება ძალიან ცოტა არის. მოკლედ, всё, გავაგრძელეთ. მამაზე დავამთავროთ რა, მაინც. ხო და აი ხო ხედავთ ჯობია რომ ხარდამჭერი იყო თქვენი? დასაწყისში არ იყო, იმიტომ რომ ვეცოდებოდი რა ხა მამა იყო და ხედავდა რომ საყურები და შორტები და გრძელი თმები და ხა იმ უბანში სადაც თვითონ რაღაცა სიტყვა ეთმოდა და იქსულ ისეთი ტიპი იყო და უცებესეთი რადიკალური გარეგნობის და აზროვნების შვილი ყავს, რომ რაღაცის პონტი არის, ხო, რომ რაღაც ადამიანებიც იქ ეუნებოდნენ, რომ აი ერთი ის მოხდა რაზე, იცი რომ კენგურუ ბავშვებს როდებდნენ, ჩემი შვილი თეჯი რო გაჩნდა კენგურუ და შორტებით სადღაც წავედი და მოკლედ ბავშვი ვატარე და აი უბანში განსახილველი იყო რომ კაცმა ჯერ რა ქონდა ეს დაკიდებული რა პონტი არის ესა და მე კაცმა ბავშვთან ერთად და დედასად იყო ამ დროს და აი ეგეთი სისტემა იყო დღეს კი ყველას ეს დაავიწყდა და აღარ ახსოვს და ყველას გონია რომ ბებიამისმა და ბაბუამისმა მესენჯერებში გაიცნეს ერთმანეთს და სულ კაი ტიპობდნენ და Pink Floyd-ის კონცერტებზე დაფრინავდნენ სტამბულებში და ეხა და ამათმა არიციან რომ იყო დრო როცა როკ მუსიკის გულისთვის ხალხს იჭერდნენ პროსტა და იჭერდნენ და აჯერდნენ ციხეში და აქ ეს არიციან აი ეს არის ისტორია ვერ დაიწერა წარსული არ აქვს ამ ხალხს ეს ხალხი ცხოვრობს გადარჩენაზე ლიჟბი დღეს გადავრჩე ფეხზე მკიდია ხვალ რა იქნება ფეხზე მკიდია გუშინ რა იყო და აი ეს არის ამ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ჩვენი საზოგადოების არის ისტორია ვერ იწერება წარსულის გაკვეთილებს ადამიანები ვერ სწავლობენ ამიტომ რომ გაკვეთილება არ იქმნება აქ ყველა თავისებურად ხედავს ყველა თავისებურს ბაზრობს და ისტორია ვერ იქმნება ვერ იწერება ეხა იცი რა არის ამაზე მე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო და არ გამოდის რა ისე რომ ჯობია სხვა თემაზე გადავიდეთ მამაზე მეც ვერ გავჩერდით კარგი მითხარით გავაგრძელებ რა პრობლემა არის მნიშვნელოვანი ფიგურაა ეხა ამდენი ბრძოლა როგორც ხვდები მოუწია ბრძოლა მასსაც რა თქმა უნდა და თუ არ უნდა და ამ შემთხვევაში თქვენ ხარეს დადგა სწორად თუ მესმის ხო ჩემ ხარეს დადგა კი არა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ბოლოში იმიტომ რომ მაგასაც დრო დაჭირდა რომ დაინახა რომ მე თურმე ვიმყოფილ ვარ და მე თურმე რას ვახურებდი და მე თურმე რა პოზიციიდან ვლაპარაკობდი მაგანაც იმ პერიოდში ეს ვერ გაიგო კარგად და რაღაცეები მე დრომ და ცხოვრება მანახა რომ თურმე ეს ქვეყანა მე დამეწია და არა მე ვიყავი ამ ქვეყანის ვიღაცა საფრთხობელა რომელსაც კაროჩე ჭირდებოდა ბრძოლა პირიქით მე გამოყოლა მჭირდებოდა და არა ბრძოლა მაგრამ მე გამომყვა ადამიანები და მე ვიბრძოლე და მე ეს გზა გავყვალე და ნუ მე თვითონაც დაინახა ეს რომ ნაღდი ვიყავი და 100%-იანი შემამბებში გახსოვთ ეს აღიარების მომენტი? თუ აი რაღაცა უბრალოდ თავისით მოხდა და თუ აი რაღაცა ერთი დრო დაჭერდა. შეიძლება გითხრათ რაღაც კიდეც, რაც არა, ჩემ მუსიკას რომ მოусმინა, მიხვდა რომ ეხლა რეცეპტს რომ მოусმენ, ეხლა იქ მიხვდები რომ მებრძოლი ხარო და რაღაცთან გაუსწორდა რომ ეს ქონდა სულ ენერგია და მოტორი და ჩხუბობდი და პირველი ჩემი სიმღერაც ეგეთი იყო ძალიან მძიმე ეს აგრესიული ნაცემი სახეები დაგლეჭილი გზები ნუ რაღაც ეგეთი იყო სულ და პროტესტი იყო დიდი რა იმიტომ რომ მივხვდი რომ მე თუ ამ ქვეყანაში დავრჩი მე არ შემევა ამ ტყუილთან და ამ სიაფანდებთან და ამ ნაბოზრობასთან შეგუება და ბრძოლა იყო საჭირო და ვინ გაკაჩავდა ამას უფლის წყალობით ესე მოხდა რომ გავკაჩე რა და გავიმარჯვე კიდევაც რა და ბევრი ადამიანი გადავარჩენ რომლებმაც მე ეს როგორ დაინახეს და როგორ განავითარეს თავიანთი საქმე თვითონ იციან მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს და უფალისთვის ყველაფერი ნათელი არის რაც ვინც ვარ რაც ვარ როგორც ვიცხოვრე და რაც გავაკეთე პირველად თქვენ კონცერტზე როდის მოხდა? ჩემ კონცერტზე და დეიდაჩემი და დეიდაჩემი ყოველ ჩემ კონცერტზე დადიოდნენ და ისე ტოსოკებზე მოშლან ხარ და ხდის პამადი და ეს ქუდები და რაღაცები რომ თხარდნენ და აქ რა გინდათ მოვედი ჩემს მოსასმენად მოვთხარი ამერ ხედავ რა ხალხი აქ ძალიან მაგრები იყვნენ და ძალიან გულშემატკივრობდნენ მაგათთვის კონცერტი იყო ის კონცერტი როგორც კონცერტი უნდა ყოფილიყო და აქ კიდე იყო ბრძოლა და აქ იყო ომი და აქ იყო რა მთელი ამბები
არა, ეს არის კონტრაბასისტი. მე უკრავდი ბავშვობაში, სადღაც 72 წელში ნაკადული იყო ეგეთი ჯგუფი ბას გიტარაზე და მღეროდი და მე ეს ჯგუფი რო დაიშალა, რა ვქნათ და მოდი შევიყვანოთ ლადო კონტრაბასისტზეო. და მეც შემიყვანეს კონტრაბასზე და მე რო ნახეს კონტრაბასი მარტო ნანახი მქონდა ბრემენელი მუსიკოსები რო არის რა ვირი თუ რაღაცა უკრავს კონტრაბასზე თუ გახსოვთ და მარტო იქიდან მიწოდი ეს კონტრაბასი რა იყო. ხო და მოკლედ დრო შევედი მე მომეწონა თავისი ბოხი ხმის გამო, თავისი რაღაც მასიური ენერგიის გამო ეს ინსტრუმენტი და უკრავდი რა ჩემთვის მე გადავიდი ნიჭიერ 10 წლებში, მე კონსერვატორიაში, მე უკრავდი 7 წელი ოპერაში. იმაშიც ვარ აქ ოპერის 100 წლის იუბილეის ციკლში წერია ჩემი სახელი. და ესე რა, მაგრამ მე კონტრაბასისტად ვერასდროს ვერ დავრჩებოდი და არასდროს არ მქონდა სურვილი კონტრაბასისტობა გამეგზელებინა და რაღაც სოლო პროგრამა, ამ სოლო ჩემი კარიერა ამაზე ამეწყო, ისე რომ ეხლა აღარ უკრავ კონტრაბასზე? კონტრაბასზე ვერ უკრავ, იმიტომ რომ აღარ ამაქვს. იმიტომ რომ კონტრაბასი არის უზარმაზარი ინსტრუმენტი. კონტრაბასში ჭირდება განსაკუთრებული მოვლა და ეხლა იმის მაჩაბელზე ვცხოვრობდი მე ბოლო 20 წელი არის და იქ ეხლა ამის შენახვა და იქ მილიონი ტუსოვკები კეთდებოდა და მილიონი რაღაცები ფიზიკურად ვერ შევძელი და აღარ მახსოვს ვაჩუქეთ რა ვქ რაღაცა ვქენი მაგ ინსტრუმენტი ვიღაცას და ამით დამთავრდა ამით საუბარი კონტრაბასი ჩემი კონტრაბასისტობაზე აგინატრება მამინატრება ხმა მესმის ხანდახან მესმის აი ეს ხმა მესმის რაღაც ცევდიანი მაგარი ხმა რო არ იტყუება უფრო. ვიოლინოები კიდე რაღაცებს იქ თამაშობენ და იტყულებიან და ეს კონტრაბასი უფრო არ იტყულება. თავისი სიხშირეები და თავისი გერის სიძლიერიდან გამომდინარე. ბიჭები საერთოდ მუსიკაზე რო შეყავთ ცოტა უთხრობათ ხოლმე თითქოს. მამაჩემი ხაბრო დაინახა რომ გერათმიანი ცისფერთვალება ესეთი ცოტა სხვანაირად მოაზროვნე ვიყავი, ეგრევე შემიყვანა მატარებდა ბოქსზე დავდიოდი, კარატეზე დავდიოდი. ჭიდაობაზე, კლასიკურზე, თავისუფალზე, ყველაფერზე ვიარი. ცხოვრებაში ეს არ გამომიყენები, 1-2 ჯერ გამოვიყენე სხვათა შორის, მაგრამ აი ესეც ამ ფულხანებში. მაგრამ სულ დარწმუნებული ვიყავი ჩემ თავში. ანუ აი არ მეშინოდა რა, ჩხუბების და არ მეშინოდა აი ჩხუბში შესვლის და ნუ იმიტომ რომ გამორიცხულია ის რაც მე გავიარე იმ ცხოვრებას, ახლა შიშარა და ისეთი ადამიანი ვერ გაკაჩავდა. ვიღაცა მითხრა რაღაცა ამასინად მითხრა რომ რაღაცა სიტყვა მითხრა და მოიწყდა რაღაც ისეთი აი რომ ეპატაჟურიო თუ რაღაც ეგეთი პონტია მეთქარი აი просто რა სისულელეს ლაპარაკობ მეთქი დაფიქრებულ ხარ მეთქი და რა პოჭე მეთქარი შეჭიმა იმ დროს რა ეპატაჟური ისეთ ჩაგაჯმევინებდნენ რომ 1000 წელი იქეთკენ ვაფშე აღარ გაიხდა რა ანუ ესე იგი რომ გამართლონ რომ თვითონ ყლები არ იყვნენ და შენი ყავი ყლე გაიგე ყველაფერზე მიდია რომ ეპატაჟური ჩაგეცვა და გიარა მე აი ჩაგეცვა და გასულიყავი მსაყურებით უბანში რა ერთხელ რო გავიდი და მორჩებოდა შენ ისტორია დასრულდებოდა თუ ტრაგი ქონდა მეორე დღესაც გაგიარა აბა კაი ბიჭი ყავი და ამას ხო ძალა ჭირდებოდა ამას ხო რაღაცა ჭირდებოდა ესე თავისით ხო არ ხდებოდა რა მაგრამ აი ეს ქართველებმა ეს პონტი აი როგორც ყველა ტიპი როზის და პატრონი რო ყოლოდა ვინ ლასკა ვინ ისა აქვია მას კარუზო ეგ იყო ვინც იყო ვინ პელე იყო ისეთი ვინ ისა აი ეს არის რა აი ძრეველების და ესე ილუზიაში დაკარგული ადამიანების ქვეყანა არის და ხა მოკლედ ძალიან დავიღალე მე აქაურობით უკვე და მაგრა უკვე ყველაფერი მომბეზდა და აი ახლა რომ მახსენეთ ამ ძველს კიდე უფრო აგრესია მიჩნდება რომ რეებში მატარეს და რისი გულისთვის ცივილიზაცია რომ ყოფილიყო და ესენი არ დაშენილიყვნენ წვერებიან ავტომატებიან რომ ხმულით რომ დადიოდნენ და რომ ყებდნენ აი ეგეთ საზოგადოებად პროსტა აი ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როკ-ენ-როლი პერიოდი არის ჩემი. აი ესენი არიან ჯიგრები ძმები. აი ესეთმა ხალხმა გადაარჩინა ეს ქვეყანა აგერა. ეს არის დათო ჭავჭანიძე, ეს არის დადა დადიანი, ესა ვარ მე, რომელიც ვაერთიანებდი ამათი მათო, ეს ჩემი ძმა რეზო ნაჭყებია, ეს ვია და შენგელია და ეს აი გაგების ხალხმა, რომელიც ერთად ვიყავით სულ და რაღაც დონეზე ბრძოლობდით და ყველა აქედან ყველამ ქიშონ, ყველა მიბრძოლა, ყველა მისეთები გაიარა. ყველა გააქციეს აქედან. ესენი აქედან აი ყველანი წასულები იყვნენ რეზოს გარდა.
და მე დავრჩი ყველაზე ექსტრემალური ტიპი და ყველაზე რადიკალურად მოაზროვნე მე დავრჩი ამ ქვეყანაში და მე ვიომე და ფაბრიკები გავაკეთე და ფესტივალები გავაკეთე, ჩემს სახლში ტუსოვკები და ოქროს ბიბილოები და ყველაფერს მოვედე, რომ აი ეს მუხტი რომ ამ ადამიანებს ქონდათ მაგალითი, რომ ეს ამ ადამიანმა გააკეთა და ესეთი ფენომენი ქართველებს ჩვენ გვყავს და მე გაებედათ იმათაც. ხვდებით ხო ის თქმა მინდა. და ეს არ იყო პატარა და რთული გზა. მოკლედ ესენი არის ჩემი ძმები და ეს არის ყველაზე ოქროს პერიოდი, რაც მე მქონდა ამ ქვეყანაში. და მადლობა ბიჭებო თქვენ ყველაფრისთვის. რა ადგილია ხო არ გახსოვთ რა? ეს დადასთან არის სახში. ეს დადასთან არის სახში. და ეს პერიოდი არის, ეს პერიოდი არის, აი ამ მე ამან და მე გავაკეთე ჯგუფი ურჩხული. ეს იყო პანკროკი, იყო უფრო ხო ეს პანკროკის უკრავდით, ისეთი პოსტ-პანკი იყო უფრო, მაგრამ აი ეს სამა გავაკეთე ჯგუფი. რამე წლის ხართ? აქ არის სადღაც მე ვარ აღარ მახსოვს. მე ვარ სადღაც 23-2 რაღაც ეგრე ხო 21-2 რაღაც ეგრე ვარ. სად პოულობდით იმ წლებში თანამოაზრეებს? აი ამ თუნდაც ეს ადამიანები როგორ გადაიკვეთეთ? ცტრა იყო. არც ბავშვობიდან მე მქონდა რაღაც ენერგია, რომ ამ ადამიანებს ვიზიდავდი ნორმალურ ხალხს და ბევრ რაღაცებს მაგანაც შემაძლებინა იგივე ეს ფაბრიკა არის ანახი გაქვთ თუ არა, მაგრამ აი ეგეთი ჩემი სახლის სოკების რაღაცები ბევრ ადამიანთან რაღაც დობის ფაქტორი ძალიან მაღალი აქვს შემდამი და რაღაც მომყვებოდნენ, რაღაცებს სწორად აკეთებდნენ, რაღაცებს ცვლიდნენ. ნუ იცით რა არის, მე დასავლეთში ხშირად დავდიოდი და ზუსტად ვიცოდი რა იყო დემოკრატია და რა იყო ნორმალურად იქ არ მოზროვნე ადამიანი, ხვდებით ხო? და აქედან გამომდინარე, როცა ეს ქვეყანა დაიშალა, ასეთი შეიქნა, რომ რა არის ეს დასავლეთი? ზოგს ეგონა რომ დასავლეთი არის ერთხელ ამერიკაში, ზოგს ეგონა დასავლეთია ემანუელა ფილმი, ზოგს ეგონა დასავლეთია რაღაცა ხო, მაგრამ დასავლეთი ხო რაღაც ფასეულობები არის, არა რაღაც დემოკრატიულ პრინციპებზე წარმოქმნილი რაღაც ცივილიზაცია, ხო? ხო და ერთ-ერთი ტიპი აღმოჩნდი, ვინც ნუ ყოველ შემთხვევაში იქ ნაცხოვრები მქონდა და იქ რაღაც კომუნიკაცია მქონდა, იქაურ ახალგაზრდობასთან და რაღაც პერიოდი წარმოდგენა მქონდა ამ დასავლეთზე. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა სუხიშვილები ვიღაცა, მაგრამ ისინი ჯდებოდნენ იკაროში, მიდიოდნენ კონცერტზე, მოდიოდნენ იკაროსით, მიდიოდნენ სასტუმროში და კომუნიკაცია საზოგადოებასთან ძალიან ცოტა ჰქონდათ იქაურთან. ხვდებით ხო ის თქმა მინდა. და მე რაც ჩემი გამოცდილება რაც იყო ჩამოვიტანი აქ და სულ მაგას ყვებოდა და სულ მაგაზე მაგ ფუნდამენტზე შევწელი ამდენი რაღაც გაკეთება ამ ქვეყანაში. რა რითაც ვამაყობ. მაინც მინდა დაგაბრუნოთ ამ კონკრეტულ ფოტოში. რა დიკრიბებოდით? ანუ ეს რაღაცა იყო. ყოველდღე ვიკრიბებოდით. ეს ჩვენ ვიყავით ტუსოვკა. ეს იყო ჩვენი ტუსოვკა. აი რაღაცა სადღაც ვიყავით ერთი 100 კაცი სულ 100 კაცი 100 ცოტა იქე ცოტა აქეთ, მაგრამ 100 ხო? და იყო მე უბსკრული და მე იყვნენ ისენი. შავებში ჩაცმული, აი რაღაც წარვებში შეღლული, აი სულ რა ეჭვს თვალით გიყურებენ და სულ რომ უნდა იმართლო თავი და სულ რომ მაგათ კითხვებზე პასუხი უნდა გაცე და ისინი რას გადაწყვეტავენ უნდა უსმინო. ეს სირები პროსტა და აი ესე მოდიან დღემდე რა რომ გონიათ რომ იცი როგორ შტაბეჭდავ შეება რომ აი ამათ მართლა გონიათ რომ აი 64-ის კარებთან ესენი დგანა და ესენი წვიტავენ ვინ უნდა შეუშვა შეგნით და ვინ არ უნდა შეუშვა. და ხა ეგეთ ადამიანებზე ლაპარაკი. ნუ მაინც პროვინცია დარჩა აქაურობა. რაც არ უნდა ვახურო და ის ვიძახოთ. აი ეს არის რა, იმიტომ რომ ვერ გახურდა ეს ქვეყანა. ხშირად გიწევდათ ჩხუბი? ჩხუბი ახლა ხშირად მე კი არა ქურდებს არ უწევდა და კრიმინალებს ჩხუბი, იმიტომ რომ მარტო გაგიხრიტავ შუბს, გაგიხრიტავ და ეს შუბ გახვრეტილი ხალხი კიდე 1-2 ცალი იყო მთელ უბანში, მთელ საქართველოში და იმაზე და დღემდე ისტორიებს ყვებიან. ჩხუბი ეს ჩხუბი არ იყო, ეს იყო უფრო შიში იმისი რომ რაღაც უბედურება დიდი მოხდებოდა. და აი შენ თუ ამ ფორმას იცვავდი, უნდა მზად ყოფილიყავი რომ ეს უბედურება შეიძლება ეხლა გადმოხდეს, შეიძლება 2 წლის შემდეგ გადმოხდეს, მაგრამ შენ ეს დაგემართება და შენ ამისთვის მზად უნდა იყო. ეს უფრო ვარესია, ვიდრე ინგლისურად და ამერიკულად რო იჩხუბო, მერე დალიო და მერე წახვიდე ღიღინით სახში. ეს კულტურა აქ მაინც აზიური ნაბოზრობა არის, რომ აი ეს უნდა მოელოდე, რომ ეს გაბრაზებული კაცი როდის გადმოგიხდება, სად ჩაგისაფრდება, ბოღმა სად გადმოასხავს და აი ესეთი რეგიონია ეს მაინც საბოლოო ჯამში რა. ეს არ არის აი ეს როგორ აღსნათ ევროპულ ბრიტანული სკოლა, რომ იქ იჩხუბე იქვე რაღაცა მერე წახვედით ერთად დალია და ეგ გაგება არ არის რა. ისე რომ ძალიან ისეთი პონტი არის აქ. როცა ამაზე ხელს აწერდი, რაც აქ არის, ხო? უკვე იყავი მზად ყველაფრის დრო შეიძლება და ნებისმიერ წუთში შენ უბედურებაში სერიოზულში გახოვლიყავი და ეს ბევრად უარესი იყო, ვიდრე ჩხუბი. მოვჭით.
კი, ეს არის აი 99 წელი. ამას დრო არ აქვს, იმიტომ რომ ესენი არიან მაგარი ხალხი და ვეჩნი ხალხი. ამ ფოტოს დრო არასდროს არ ექნება, იმიტომ რომ მე შევძელი აი ამ ენერგიის დაყენება აქ. და ამ ადამიანებმა ჩემთან ერთად მოვახდინეთ რევოლუცია, მუსიკალური და მენტალური ამ ქვეყანაში. ამის იქეთკენ იყო შაროლ კოსტუმიანი ხალხი, ჭადრაკის სასახლეზე ლამაზი სიმღერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ჯგუფი ლადო და რეცეპტი. ვინები ხარ? შალვა ხახანაშვილი, რომელიც პარიზში ცხოვრობს, ჯოზეფა, რომელმაც ჩემი ძმა და მეგობარი თავი მოიკლა, ვო ვარდანიანი, რომელიც ახმელიაზე რაღაცა დაარტყა დემა თუ რაღაცა გარდაიცვალა, უმაგრესი დრამერი და უჯიგრესი ბიჭები ყველანი. მაგრამ დღეს აღარ არიან. აი ესეთმა ხალხმა შექმნა ის. იცით ამათი სახელები? რატო არ იცით აი თქვენ? იცით? არც იცით, არც გაინტერესებთ. ამას 61 წლის კაცი მე კიდე უნდა უყვებოდი ხალხს, რომ იცით ესენი ვინ არიან და ეს არის ტრაგედია თქვენი და მთელი ამ ქვეყნის, რომ არ იცით. არც იქეთკენ არ იცით, არც აქეთკენ არ იცით და მე ხა 61 წელი სულ უნდა ვიმართლო თავი, უნდა მოყო ყველაფერი თავიდან და მე არ მოეწონებათ ეს, არ მოეწონებათ და ნუ კარგით, ხარაშო იყოს ეგრე. პროსტა ისტორია ვერ დაიწერა, საუბედრო ტრაგედია ეს არის და ყველა თავისებურად უბერავს და არის ქაოსი და ვერ მიდის ქვეყანა წინ, იმიტომ რომ ვერ ლაგდება ყველაფერი თავის ადგილებს. აი ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნის, მეტი არაფერი. თორემ ეს ბიჭები სადაც არიან დარწმუნებული ვარ ხოშიანად არიან იქაც. ეს რა მესმის რაზეც საუბრობთ, რაც გაწუხებთ, მაგრამ პროექტიდან გამომდინარე. პროექტი ჩარჩოში უნდა ჩავშნათ. ჩარჩოში არა, ჯგუფი თავის შექმენ. კარგი. ოკეი. იცი რა არის? აი რომ მიხვიდე ჯონ ლენონთან ახლა და რო უთხარით ბიტლსები როგორ შეგვე და აი რაღაც პოჯი ხო კარგი დაგიხსნით. ეს ჯგუფი არის, მაშინ პროექტს დავექვემდებაროთ. ეს ჯგუფი არის, როცა დაიშალა ურჩხული, წამოვედი მე ჯგუფიდან და ზაზა სახამბერიძე სამწუხაროდ ამ ფოტოში არ მოჩანს. ზაზა სახამბერიძე არის უმაგრესი გიტარისტი, რომელმაც მითხარ რომ ლადო, მოდიო, მე შენი სიმღერები მაგრად მევასებო და გავახუროთო ეს ჯგუფიო. მე ვთხარი ძალიან გამიხარდება მეთქი ზაზა მეთქი. წავედით დუცხოენებში და ვარდანიანი იყო პროფესიონალური დრამერი. არც ჯოზეფ არ იყო პროფესიონალური ბას-გიტარისტი, მე მივიყვანი და ვასწავლე და შალვაც პროფესიონალური კლავიშნიკი არ იყო, მაგრამ ჩვენთან ენერგია ჰქონდა და გადავწყვიტეთ ერთად რაღაც გავაკეთებინა, მაგრამ ეს შემდგომი ეტაპი იყო. მე ვოვამ და ჯოზეფამ გავაკეთეთ და ზაზამ ჯგუფი რეცეპტი, ლადო და რეცეპტი, რომელმაც ჩაწერა ეს ალბომი, რომელიც 5 ჯილ გამოიცა დასავლეთში და ახლა კიდე გამოცემენ LP-ის სახით კანადაში და ამერიკაშიც მიდის ლაპარაკი, რომ გამოიშვას რომელიღაც ნიუ-იორკის ერთ-ერთი დიდი ფირმას უნდა ამ ალბომის გამოშვება. ეს ერთი ამ ალბომზე. მეორე აქაც აპირებენ რომ გამოუშვან ეს ალბომი. და რაც ამ ჯგუფმა გააკეთა, ეს იყო რევოლუციური ამ ქვეყანაში. ამ ალბომს ერქვა ფერადი ფრთოსნები, ფერადი ფრთოსნები, ფერადი ფრთოსნები, დამარხული ცოცხლად მძაფსუნიან ჭაობის ქვეშ. გთხოვთ. მეც არ ვიტყვით რაღაცა ისეთს, რაც შეიძლება არ არის ყველა. ნაშებზე მოვყვები, პაჟალოსტა. არა. აბა რა ვთქვა. თქვენს კავშირზე ეს ხო ასეთი მნიშვნელოვანია თქვენ თავად ამბობთ ამას, რომ მაგრამ 61 წელი მოკიდეთ ხელი თქვენ და აი ამ ადამიანებმა ეხა ამ ხელა კავშირი გქონდათ სავარაუდოდ თორე ერთად არ დაიწყებდით ამ საქმეს რაღაცა ისეთი მოგვიყევით რაც არ არის ზედაპირზე და რაც ეცოდინებათ ავიცი ახლა სხვებს რაც მარტო თქვენ და ამ ადამიანებმა იცოდით რა გაკავშირებდათ როგორ რანაირად არ ვიცი ერთად ამდენ დროს ატარებდით რა იყო ამაში მნიშვნელოვანი რატო მოგწონდათ ერთმანეთს რატო გინდოდათ ერთად ყოფნა და იმ საქმის კეთება მე რო დავიწყე ამ მუსიკის დაკვრა ამ მუსიკის მიზანი იყო ანუ მე იმიტომ დავიწყე ამ მუსიკის დაკვრა რომ მე მომწონდა ეს მუსიკა და ამ მუსიკას არავინ არ უკრავდა და გადავწყვიტე თუ გინდა გააკეთო რამე კარგად შეეთონ და გააკეთო და გავაკეთე ამ ჩემ მუსიკალურმა იდეამ გააერთიანა ეს ხალხი ამ ხალხს კიდე მოყვა სხვა ხალხი და მე უზარმაზარი მოძრაობა დაიწყო, ამას მე სხვაგან წაიყვანეს ყველაფერი და უფრო მასშტაბური გახადა, მაგრამ კონკრეტულად ეს ხალხი
ბო ვარდანიას მე მესია ვეგონე მაგალითად. და მეუბნებოდა რომ შენ მესია ხარ და რაღაცები და ის ცოტა ეზოთერულ პონჩი იყო გასული და ძალიან გენიალური ისტორია დამემართა რომ ჩემი შვილი სწავლობდა პირველ სკოლაში. და ხო იცით ავტობუსების გაჩერება რო არის პირველი სკოლის პირდაპირ. იქ ვზივა რომ სკამები მაშინ 90-იან წლები არის შემოტრიალებული იყო სკოლისკენ იყურებოდა. და ხედავ ხალხი მოდის ჩემთან ჩერდება, პიჯვარს იწერს და მუხლებზე დგება და ამბებს ატარებენ და ბიჭო მე ვთქვი მესკემი ვიცი რომ ვოვა მებაზრებოდა მესია იყავი, მაგრამ ამ ხალხმა საიდან დაწვა ეს პონტი და რებდა მე ვთქვი მომეჩვენა და ბოლოში მოხუცმა ქალმა რომ დიდი ტომრებით რაღაცა დადვა დაიჩოქა და მე ვთქვი არა მოგატყვილათ ვოვა მეთქი და გაიწია ქა თურმე ქაშვეთი იყო ჩემს უკან და იკიწერდნენ ბიჭო. მოკლედ ესეც როკ-ენ-როლი არის ხო ხტები და აი ესეთი ისტორიები მეურის მოყოლა შემიძლია. თუ გინდათ ჯოზეფაზე გეტყვით. ჯოზეფა იყო უმაგრესი ტიბიჭი იყო. სულ ეჩქარებოდა სადღაც და ვერ ვგებულობდი სად ეჩქარებოდა და სულ სიგარეტს ეწევოდა. ჯოზეფას რატო ეძახ? ჯოზეფა ერქვა და იმიტომ. ისე კახა გუგუშვილი იყო და ჯოზეფ რა. შალვა ისეთი ჩვენი ზმარი ხა პარიზში ცხოვრობს და ის არის რა ქვია ამ ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი უსტაბაში არ თუ შეიძლება ასე ითქვას და საქართველოში ჩამოყავს რაღაც ვიზუალური არტისტები და მიყავს რაღაცებს აკეთებს თავის პროცესებში არ და ხშირად აქვს ურთიერთობა საქართველოში ხშირად ჩამოდის. და თვითონ ეს იყო რა ეს სულისკვეთება იყო რა ნაღდი რომელსაც პროსტა ვერ იმეორებს სამწუხაროდ იმიტომ რომ ნაღდი იყო და აი ეს ბიჭები რო უკრავდნენ და ჩვენ როცა რეპეტიციობდით ერთი რეპეტიციობდით კონდათ ამის სივრცე კი სივრცეები ქონდა ჯერ უცხოენებში გვარეპეტიციებდნენ მე რეპეტიციობდით სატრანსპორტო სამინისტროში მე თამბაქოს ქარხანაში იყო ყველაზე გენიალური თამბაქოს ქარხანა იყო თამბაქოს ქარხანა აი რო ადიხართ დავით აღმაშენებელით რა ქვია ეს გამზირი რო ქრომიდის სადგურთა რომიდის იქ არის მარცხნივ ძველი თამბაქოს ქარხანა და ვერ წარმოიდგენთ ამ საბჭოთა კავშირის დაწესებულებას ყველას ხო თავის ეს უნიკალური კლუბები ჰქონდათ თავისი მშრომელების რო კულტურული გართობები ჰქონდათ და რო შევედით ამ კლუბში და აი ნახდათ მაგარი ეს სტალინის დროს აშენებული ეს უნიკალური ჩუქურთმებიანი ეს წითელი ხავერდიანი რაღაცა და ეს რო იხსნებოდა და აი რო აპარატურა რო იდგა და იქ ესენი ყველანი ეწევოდნენ ძალიან მაგრად ჩემს გარდა და მოკლედ გვაძლევდნენ სიგარეტს პირველად ნახე სიგარეტი როგორ მზადდებოდა ისი თქვენ როგორ მზადდება ნუ მოკლედ აი ესეთი გრძელი ისენი არის თეთრი და გატენილი არ და მე ჭრიან ამას მე უკეთებენ თავს და ჩვენ გვაძლევდნენ აი ამ გრძელ რაღაცებს რა და ესენი ტეხდნენ და ეწევოდნენ და ძალიან აი მაგის გრძელი თეთრი ისენი დავმახსოვდა იმ თამბაქოს ქარხანიდან და აი რაღაც ენერგეტიკა და დუხი აი 50-იანი წლების და აი ჩვენი მუსიკა როგორ ერთმანეთს რაღაც უხდებოდა რა და მინდოდა მათ კლიპი გადამეღო, მაგრამ რატომღაც ვერ გადავიღე რაღაც. ნუ ძალიან რთული იყო, მაშინ ესე არ იყო, რომ მობილუს მიუშვერ და გადაიღებ. კინოსტუდიას ჰქონდა და რაღაც ვისაც ჰქონდა ეს რაღაც ვიდეო ისენი მოკლედ არ მოდიოდნენ ჩვენ გადასაღებად. და ამ დროს ჩამოვიდა არწომ ტროიცკი იყო ესეთი ჟურნალისტი და ჩვენ რო გნახავთ თვითონ რომ აქ ცხოვრობ თქვენ აქ დაიბადე და მე კი აქ თავი მგონია მანჩესტერში ვარო აქ როგორ ამ რეალობაში თქვენ როგორ კაჩავთ თუ ეგრე ხართ და ეგრე დადიხართ და პლუს ასეთ მუსიკას უკრავთ მე ვთხარი აი ესე უკრავთ მეთქი და ინტერვიუც იყო ჩაწერილი ცხონებულ კახაერის თავს ჰქონდა ისა რა ქვია და გარდაიცვალა მე თვითონ შევეკითხე შეიძლება დარჩა კიდე უნიკალური ჩანაწერი იყო ინტერვიუ არწომ ტროიცკისთან ჩვენ ჯგუფზე 99 წელი იყო ეს მაშინ ეს არის ფაბრიკა. აი ნახეთ მეც ფოტო. ჩემი გაკეთებული ფილმია. ჩვენ ცოტა მიჭერი და 30 წამი უბრალოდ მინდა რომ დაუბრუნდი უკვე არ მინდა მეტის ნახო მითხარით. თქვენ გითხარით რა ხდება, ვინები არიან, რამდენად ხშირად როგორ მოვიდა იდეა, საიდან? ყველაფერი გვაინტერესებს. ეს არის ფაბრიკა, რომელიც პროექტიც მე აი ეს გიტარა რომ მიჭირავს ჩამოვიტანე ტახელესი რო გითხარით, ეს არის ტახელესის განმეორება პროექტი ანალოგი. რა მოხდა? დასავლეთ ბერლინი, აღმოსავლეთ ბერლინი, კედელი. ეს ადგილი ითვლებოდა იმ გერმანიაში გარეუბნად. კედელი რომ მოინგრა, ეს აღმოჩნდა ცენტრი. და აქ მიტოვებული გიტლერის დროს ფაბრიკებში და რაღაც დაწესებულებებში შეიჭრნენ ჩვენი ძმა პანკები და
ალტერნატიული აზროვნების ხალხი. და ნაგვებისაგან, რაღაცეებისაგან, აი უფასო რაღაცები რაც ქუჩაში ეყავდა, გააკეთეს უმაგრესი ინსტალაციები და სასწაული რაღაცები გააკეთეს. მე ვთქვი, მოდი თბილისშიც გავაკეთე, რომ ჩამოვედი აქ. წარმოიდგინეთ ახლა 92 წლის ბერლინი და 92 წლის თბილისი. თბილისში არის მარტო ცენტრში ორი სახლის კედელი დარჩენილი, დანარჩენი დანგრეული არის. და მოდი რა ვქნათ მეთქი და აბრეშუმის ფაბრიკაში მივიდეთ მეთქი და აბრეშუმის ფაბრიკაში გავახურებ მეთქი აი ამ ტახელესის იდეას მეთქი. უკვე ნანახი რომ აქვს, რაღაცა უკვე ის მაქვს ძალა მომეცა რომ მეც შემილია გავაკეთო და მეც რაღაცა გავახურო და შევედით, წავიღე ჩემი დინამიკები, სახში რაც მქონდა, ორი ცალი რაღაცა, თან ეს ნათხოვარი ვიღაცის იყო, ბერტუშკა იმ რა ქვია, კასეტნიკი, განათება მქონდა სკილი, საკაიფო. კინოსტუდიაში ნაყიდი რაღაც 10 ლარად რაღაცა უმაგრესი სკილი იყო, რაღაც 10 კილოვატი, რაღაც ანათებდა მთელ იმას კორპუსებს. ხო და დავდგი ესა და აი მაშინ იყო რომ დავინახე რომ საქართველოს გადარჩება, რატო? რა რომ აი ეს ბავშვები, რომლებიც გამოდიოდნენ გარეთ და ითხოვდნენ, რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანა იყო მართლა ერთ-ერთი, ნუ მესამე იმაზე დაბლა არ ჩამოსვლა კულტურა, მეცნიერება, განათლება, ეკონომია ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, ხო? და ამდენი მეცნიერი ყავდა, ამდენი კულტურის მოღვაწე ყავდა, ამდენი რაღაცა ყველანი გაქრნენ და ქალაქი დაიკავეს ამწვერებიანმა ავტომატიებმა, რაღაც საშინელმა ხალხმა, რომელიც ყველაფერს გაჟიმვით, შეჭმით და განადგურებით ემუქრებოდა, ხო? და ყველას ეშინოდა ამ ხალხის. და ეს ბავშვებმა, იცით, აი ავტომატურად დაიწყეს აქ მოსვლა ამ ადგილებში და არ დამაუწყდება ცხონებული მარგო მითხრა რომ ჩვენი ძმა იყო ერთი რომ ლადო იცი ისთვის მადლობა რომ სახში რო ვიყავე მეგონა გიჟი ვიყავე აქ რომ მოვიდა ამდენი ადამიანი ჩემნაირი ვნახე აი ამისთვის მადლობა რომ თურმე გიჟი არ ყოფილა და ჩემნაირი ჩემზე უარესებიც არის აქ რო უკვე დაიწყეს ამ ტიპებმა მოსვლა აი ხა ხო თქვენს ხო ნახავთ ეს რა ენერგია არის გოგოები და ბიჭებიც ეკავენ ერთად და ეს თავისუფლებაა და გოგოები და ბიჭები დღესაც ვერც ეკავენ რაღაც პონჩი ერთად, ხო? და წარმოიდგინეთ მაშინ კიდე და ამ ვიღაც კოსტუმი მოხურილიანმა რაღაცა ამ რაღაც არყები რო ამარკებს ვეძახდი მოკვდი შებოზო. არაყი იგეთქო დალევდი გვტებოდი რა, ნუ ბევრი ადამიანი დაიბრიდა, აი ამებით რომ მოდიოდნენ ჩამოწეული რეიბანებით, ნუ fake რეიბანები, მაგრამ თვითონ ხო ეგონათ რომ რეიბანი იყო და მეკითხებოდა ძმაო მუსიკალური ბარდელი აქ სად არის და აი ეს დუშენები რო დაიწყო და აი ამ ხალხმა რო უკვე ნელ-ნელა გაბაზრდა რომ ამ ფაბრიკაში ვიღაც ტრანი ტიპები იკრიბებიან და რაღაც უბედურებები ხდება აქ იმათვის უბედურებები და იქ ჩხუბები დაიწყო და ერთი-ორი ბიჭი დაიჭრა და რაღაცები მოხდა. მივხვდი რომ ნუ ვესტერნი ხა თუ აქედან არ წავიყვან და სადღაც უფრო დაცულ შენობაში არ შევიყვანეს, ნუ ჩემი პასუხისგებლობა მე ავტეხე და მე ვარ ამაზე პასუხისგებელი, ხო? და ეს დერითუსო გავიღე და ჩემ სახში წავიყვანე და შევიყვანე. ლადოს კიდობანი დავარქვი იქ და ის იყო 90-იანი წლები, უკვე ის იყო ერთადერთი სცენა ალტერნატიული, სადაც ტელევიზიები მოდიოდნენ და სადაც არტისტებს ჰქონდათ არც ფული არ ჰქონდათ იმის ფული რომ ეკირავებინა და რაღაცა. ჩემი სახლი კიდე იყო სცენა, სულ ლაივ მუსიკა იყო, სულ დიზაინერების ჩვენება იყო და სულ ტელევიზიებს კიდე გაშუქება არ უნდა უბედურება ვიღაცას უნდა რომ კიდე რაღაც კაი გაეშუქებინა, ხო? და მოდიოდნენ მეორე არხიდან ჩვენთან, მოდიოდნენ იბერია ტელევიზია იყო ეგეთი რაღაცები და აშუქებდნენ და ნუ მოკლედ ისეთი უნიკალური მაკეტი გაკეთა ამ ჩემი სახლის მაგალითზე, რომ უცებ გაეწრო სცენა, სადაც გამოდიან არტისტები, სადაც მოდიან ტელევიზია, ყველას აქვს თავისი ადგილი და ყველა ერთმანეთს ავსებს და ყველა ერთმანეთსაგან იღებს სწორი რაღაცას და მიდის კულტურა წინ. ხვდებით ხო ისეთ გმამიდა. აი ეს პრეცედენტი დაუშვი. მე არც არავინ იდგა ჩემს, აი კიდე ყოველთვის გავიმე, არც პოლიტიკური პარტია. არც მილიცია, პოლიცია, კრიმინალური სამყარო, ვიღაც მილიონერები მაყუთებით რომ ლადი გოგო, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. და აი ამ ყველაფრის წინააღმდეგის ფონზე კეთდებოდა ეს ყველაფერი. Kishward rock and roll. ვიღაცა მითხრა რომ კიშო დღესო ნიუ-იორკში ტელევიზორის ყუთში ცხოვრობს. ანუ ესე იგი ეს კიშო რატო არის აი ჩემთვის ისეთი რა ამოუცნობი ფენომენი. ამოუცნობი რა ამოუცნობი ძალიან ის, მაგრამ ესე იგი საქართველოში მამამის ჰქონდა ერთი 7 ცეხი ჰქონდა თუ რაღაც ფული არ უჭირდათ რა.
ფილარმონიაში შედიოდა დირექტორთან ფეხის დარტყმის და კავაბუჭი და დირექტორი ქიშო და ჩვენი ძმა და ჩვენი სიყვარული და ქიშო იყო აი იმ დროინდელი ვინ გითხრათ მე თქვენ არ ვიცი რა ტოტო კუტუნიო თუ რა ბობ დილანი თუ რაც გინდა დარქვით ქიშო იყო ბარდი იყო რომელიც აი ბარდ სიმღერებს წერდა ძალიან მაგარ სხვათა შორის ამ ნახტომ სუძღნეს ვარო თუმცა სიცოცხლე გულს ისევ სურს ქვევით ხრამია ის უცდის მათ ვინც ნახტომ სუძღნეს მაშინ ვიყავით სამი რა ქიშო ბარდს წერდა დადა იყო ვალნას აკეთებდა აი ცოტა ელექტრონულ პონჩი გადავიდა მე და მე ალტერნატივას უკრავდი რა ეს სამი ადამიანი ვიყავი და ნუ აი ეს მეორე კომენდანტის საათი მაგრამ ესენი ძალიან თავის და ძალიან ცოტა ხანი იყვნენ და ცოტა რაღაცებს აკეთებდნენ აქტიურები უფრო ჩვენ ვიყავით ხო და ესენი იყო ფილარმონიის ანსამბლები იყვნენ და ქიშოს და დადას ნუ ფილარმონია ეხმარებოდა სარეპეტიციებში ხა მე იქ გამორიცხული ვიყავ ჩემ დანახვაზე ეგრევე ხელები ესე კონცერტები არა რეპეტიციები არა და ისინი ცდილობდნენ რომ მაინც რაღაცას გამოვეჩინე გამოვიყვანეთ და თუ გამოშვებოდი ისეთი ამბები ხდებოდა რომ მეორეჯერ აღარ გამომაჩნდნენ და ქიშვარ და მე მოხდა ისე რომ ამ ბრძოლების და ომების და რაღაცა შური გაყავდა მაგარი ძმა გარდაეცვალა ისა მე რაღაცები მოხდა უბედურებები, სასწაული, საშინელებები გაიარა ამ ბიჭმა ჩემზე 1000-ჯერ ვარესები. ხო და გოგო უყვარდა რა იქ სადღაც თემქაზე თუ სადღაც აი იქეთკენ თბილისის ზღვისკენ და იქ რაღაც უბანთან ჩხუბები მოუვიდა და ძალიან მაგარი ამბებში არა რა ამან რა. და მე ძალიან სერიოზული პრობლემები გაეძრო და მე ნუ მოკლედ წავიდა რა ეს 93-14 წლებში წავიდა ამერიკაში. იმ დროს ვინც წავიდა ძირითადად იმ ხალხს საქართველოსადმი ძალიან დიდი ზისხი და იცი რა გაყვათ უსამართლობის უძლიერესი განცდა რომ ნუ სხვა ტიპებმა გაიმარჯვა, სხვა ენერგიები იყო მაშინ და სულ სხვანაირად ძიდნენ დასავლური აზროვნების ადამიანებს და ბევრმა ამას ვერ გაუძლო. და წავიდა რა მოკლედ რა და ერთ-ერთი ჩემი ძმაკაცია დღემდე ქართულად არ ლაპარაკობს, просто ინგლისურად ელაპარაკება ხალხს. ნუ აი არც ენას, იმიტომ რომ ძალიან მაგრა გადაუარეს აქამათ რა. მაშინ მე კიდე ყველაზე ისეთი ვიყავი, არ კი ყველაზე გიჯი ექსტრემი რადიკალი და მე დავრჩი აქა და ყველაზე მეტი მე ვიომე და რა ვიცი სულ მეუბნები რომ რა არის ცხოვრება რა უცნაური რომ წესით ესენი და დაშენილიყო მე გავქცეულიყავ ესენი გაიგზდნენ მე დავრჩი და ერთმა კაცმა იმდენი გავაკეთე რაც გავაკეთე შეგილეთ შეხვიდე ჩემი მიწუხალზე და ნახავთ მოკლედ რა და ეს ერთ-ერთი ის მაგალითი არის რომ აი ეს იჟი ხო ყავდა ეს იჟი არის თუ რაღაცა ეგეთი მოტოციკლი ორი ცალი იყიდა და ამით წავიდა ამერიკაში ერთი დადო რაღაცას და ჩაიტანა თურქეთში და ეგონა რომ თურქეთიდან თვითმფრინავში ატანირებდნენ ამას იქო იასნი არის რომ ჯეგი 20 კილოზე მეტი ბაგაჟი ვინ შეგატანებს მოკლედ და ეს სხვა წარმოდგენების ვიყავით რა მაშინ და რაღაცა მოკლედ მაგრა იომა ამას თავის პონჩი და ძალიან ბევრი მაგარი სიმღერა დაკარგა ამ ბიჭმა იმიტომ რომ ძალიან ისინი დადამაც და ესეც არ აგროვებდნენ რა თავის სიმღერებს და არ უფრთხილდებოდნენ რა და ამას ძალიან ბევრი მაგარი სიმღერები ჰქონდა დაწერილი და ეს კასეტებზე სულ ჩაწერილი, გადაწერილი, გადმოწერილი და ყველა თითქმის დაიკარგა. რაც მე დამჭა აი ეს არის დღეს თქვენ რასაც უსმენთ, ეს არის ჩემი არქივიდან ამოღებული, ის რაც გადარჩენილია, თითქმის ყველაფერი ჩემი არქივიდან ამოღებული. აი და ტაქსი ქიშო მე რო ვართ, აი ესენი არის სულ ჩემთან შენახული, ქორქი ამთხოვა, მათხოვა და მე ერთი კვირის შემდეგ აქეთკენ მასმენინებდა საზოგადოება. ნუ ეს ხო ხდებით იმიტომ რომ მე ვინახავდი ამის და ამათმა არაფერი არ შეინახეს აბსოლუტურად და ძალიან სამწუხარო უზარმაზარი არქივები აი ამათი გამქრალი არის და რა ვიცი სამწუხარო ფაქტი არის ეს. არ გაქვთ კონტაქტი დღეს? აღარ მე კონტაქტები, იმიტომ რომ აიჭერდნენ რა. ამათ კიდე გონიათ რომ აქ მხედრიონია. როგორი სიტუაცია იცი რომ როცა გარდაქმნები თუ პერესტროიკა რა სიტყვა ვიხმარო ადამიანებმა მიხვდნენ რა ეპოქაზე ვსაუბრობ. ეს არის 90-იან წლების ბოლო საბჭოთა კავშირმა რომ გადაწყვიტა პერესტროიკამ მოაწყოს რომ ცოტათი გახსნას კარები, გაუხსნას კარები ცივილიზაციას. ხო ჩამოვიდნენ იმ დროს მენშევიკური მთავრობის წასული ტიპები ვინც იყვნენ. და ისინი ყვებოდნენ იმ ანეკდოტებს და იმ იუმორს რაც მაშინ წაიღეს აქედან რა და ეგონათ
რომ დღესაც კიდე აქტუალური იყო. აი ზუსტად ესე არიან ესენიც რა. 92 წელს რომ წავიდნენ თუ 13-ში, გონიათ რომ კიდე იქ არის საქართველო. ანუ ამათმა ჩემთან ერთად მე როგორც გავაკეთე რომ ევოლუცია ამ საზოგადოებასთან ერთად ვერ გაიარეს და ვერ გადმოვიდნენ ამ ახალ ერაში. ხვდებით ხო? ამათ კიდე აი სადღაც არიან. ცხონებული დადა ჩამოვიდა და საქართველოს ინგლისში 20 წელი იყო, არაფერი არ დამართნია და აქ ჩამოვიდა და 1 წელში დაიბრიდა. მაგრამ ძალიან სამწუხარო პუნქტი არის რა, მაგრამ ეს მოხდა რა. კახა კიკაბიძე ჩვენი ძმა დადას თან ერთად ტაქსში გიტარაზე უკრავდა, ეს ჩამოვიდა ცეროზი დაემართა. დაიბრიდა სამწუხაროდ. ეს მაგარი პერიოდი. ეს ფოტო არის გადაღებული ბაკურასი. ბაკურამ გადაიღო ეს ფოტო და ამბობს რომ რატო არავინ არსად არ ამბობს. ამბობს. ბაკურას გადაღებული ფოტო. ეს ის დრო არის, მე ვარ დაბრუნებული ბერლინიდან 92 წელია და ირაკლი მეუბნება რომ ყარჩე რაღაც სიტუაციები იყო, რაღაცა მეუღლე ყავდა ლენა, რაღაც პრობლემური პონტები იყო, რაღაცები და მოკლედ დაუკრავო შენთანო ჯგუფშიო, იმიტომ რომ პროსტა ირგვლივ რაღაც, ну დაამძიმე სიტუაცია იყო. მე ვთხარი, შანსი არ არის მეთქი ხა, მამა ჩემსაც უნდოდა მაგას ვიმეორებ ყველგან და თქვენთან რომ ბაკურა ხულიგანი გამოდიოდა და რომ გადაარჩინეო რა შენთან ბას გიტარაზე არამეზე დააკარგეოთ რომ სულ სხვა წრეში წავიდა და იქ მიდიოდნენ მე როსლები და ებაზრებოდნენ რომ გუჯა შენი ბიჭი რაღაცა და ეს გიждდებოდა და მე მოკლედ ვთხარი რატომ მეთქი ჩემთან ბას გიტარაზე ან შენი რა მეთქი თქვენ ამბებს გაგაკეთებინებთ მეთქი და ბაკურას გავაკეთებინე თავისი მუსიკა რაც მოიტანა ჩემზე კარგად იცით და ირაკლას მე ვთხარი დავაი რა მოშნად გავხურდეთ მეთქი ეს და კოტიკა წერდნენ რაღაც ტექსტს კოტე ყუბანიშვილი ირაკლი რაღაცა ჩხაკუნით მოიტანდა ჩემთან რაღაცა ჩანახას და ვიჯექით და ჩემთან მთელი ერთი წელი აი ამ რაღაცა სვანსონგად წოდებულს ვაკეთებდით რა და მე მთელი რეცეპტი ჯგუფით ჩავაწერინეთ ეს მიუხედავად ჩემი სახე მომერია სევდა სიყვარულის თვალი მახეწაზე ხელებს ხვევდა მოვერიდე გამიკეცი შველო თხოვე ალახს მოსაყვებში წავიკეცი მოვეჭიდე ბალა მოუკიდე გავაბოლე და მოვიცდა დარტი სესეფტები დავიწვიდე წყალში გადავარდი ჩემი ცუდი სასიელი აღარაფერს არ გავს ვიც ახლა არ გაიღვიძებს სამშობლოს კარგავს კარგავს ეგეთი არის რომ გურამ წიბახაშვილმა მიიყვანა ამასთან ვიღაცა საბრინა თუ რაღაცა ერქვა ამ გოგოს და იმ გოგომ რაღაცა იქ რომ გაიგო რომ ამისი мама ედუარდთან და რაღაც დაახლოებული პონტი იყო რაღაცა დიდ გარიგებაზე შეთანხმდნენ და იმათ მოუთხეს რომ სამაგერო ჩვენ შულს შავაწერინებთ მუსიკასო ჩვენ სტუდიაშიო სადღაც ისინი იყვნენ იცით რომ აი ნარკომანების და რეაბილიტაციის ცენტრი სადაც არის აი ეგეთი რაღაცა ორგანიზაცია იყო სადაც საქველმოქმედო რაღაცებს აკეთებენ არც ხო და ჩავედით ჩემი ჯგუფი დავიყენე რეცეპტი აი რაც არის კახ ვინც განახეთ მაგი ბიჭები და ჩავაწერინეთ გავაკეთეთ ეს სვანსონგი და ჩავედით ამ მიუნხენში ამის შემდეგ ერთი წელი ვიმუშავეთ ამ რაღაც სამსახიობოში ვიდეგით ვაჭყაკუნებდით მთელი ეს მუსიკა დაავალაგეთ კომპოზიციურად და ჩავწერეთ რა მე და მე ამ მუსიკაზე კიდე მთელი ამ მე არც მეგონა ეს ასეთ პოპულარული თუ გახდებოდა იმიტომ რომ ეს ორივე ვარიანტი ბაკურასთანაც და ამასთანაც მე ვიმუშავე მე ხა ალტერნატივას რო უკრავდი ძალიან ამოვარდნილი იყო საზოგადოებიდან და ამათ უფრო უნდათ რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო და რაღაც ადამიანებთან უფრო ახლოს მისულიყო ეს მესიჯები მუსიკალური ხო და ესეთი მუსიკები ჩაწერეთ ჩავწერეთ და გაკეთეთ და ბაკურას მაგალითზე და სვანსონგის მაგალითზე და შეიქმნა ესეთი როგორც ბრიტ პოპი არის ეგეთი კულტურა რომელსაც ქვია ჯეო პოპი თუ შეიძლება ასე ითქვას და ამის საწყისი არის აქ. და ეს გადაღებული ეს არის ზუსტად აი შეხედეთ როგორი დანგრეული იყო. ეს არის იცით სად არის? ეს არის ეს ადგილი არის საკრებულო რო არის ახლა ხო იცით? და ეს უკან არის აი ხა რო არის რაღაცა დანკინიო და რაღაცები იქეთ ამხარეს. აქეთკენ არის მერიოტი აქეთ ამხარეს. ანუ აი აქეთ ამხარეს. აქ არის კიდე ესე და აი ზივართ აქ და გურამამ გამოიარა და ვლაპარაკობდით რა და გურამამ გამოიარა წიბახამ და წკავ ჩაგვა კარტოჩკა და წავიდა.
ეს ისტორიას დარჩა ეს ფოტო, რომ აი ეს იყო საწყისი ამ სვანსონგის რაღაცების და რაღაცა ერთობლივი რაღაცების კეთების. ამას მე როგორ აირია ეს ყველაფერი სხვა თემა, მაგრამ აი იქ იყო ნაღდიძმობა და ნაღდის სიყვარული იყო აი მაგ სვანსონგში ჩადებული და ყველანი კოტეც, ყუბანეიშვილიც, ირაკლაც, ვოვა ვარდანიანი, ჯოზეფაც, მეც, ყველანი აბსოლუტურად აი როცა მაგ ალბომს ვაკეთებდით, მართლა გვეგონა რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა გაგვეკეთებინა და მნიშვნელოვანი უნდა შეგვექმნა და მნიშვნელოვანი უნდა გაგვეხურებინა, რა ვიცი. $99 აი ზვიადა ის რა ქვია კომენდანტის საათი ვოკალისტი ბასი და მაგი და იცი რა არის რომ მე სულ მაქვს მე ახალ ადამიანებს ვერ ვიმეგობრებ რა აი ვინც არიან ჩემები ხო არიან სულ 90-იანი წლების ჯიგრები რა აი ვისაც ჩემი ნახევარი სიტყვით ესმის იმიტომ რომ ის ცხოვრება გაიარეს და იციან მე საიდან ვლაპარაკობ და ამ ყველაფრის ქვეტექსტი და ამ ყველაფრის შინაარსი უფრო ღრმად ესმით რა ხო ხვდებით ეხლა მე ამასინად ვლაპარაკობდი და ამასინად მგონია და 10 წლის წინ აქ ვლაპარაკობდი და ჩემი ძმა მეუბნება რაღაცებს მეუბნები იქ იმანეს აქ ლადო ესენი მაგინი შეიძლება ყვები არც ეს არის ცნობენო ესენი ბიჭო ახალგაზრდები არიან და დავფიქრდი ეს სიტყვა იმიტომ რომ მე ჩემი თავში ახალგაზრდა მგონია და მე მგონი მე ვარ ახალგაზრდა და ვცებ რომ თურმე კიდე ვიღაცა სხვა ყოფილა ახალგაზრდა მგონია იმანაც უნდა იცოდეს ეს რაც მე ვიცი და აღმოჩნდა რომ თურმე იმის ფაილებში სულ სხვა ინფორმაცია დაგროვილი და ჩემ ფაილებში კიდე პიზდეცი თუ შეიძლება ასე ითქვას და ეხლა როგორ შეიძლება იმან ჩემი რაღაცები ისე გაიგოს როგორც იმ ადამიანს ესმის ვისთანაც პიზდეცი არის დაგროვილი ხო ხვდებით რის თქმა მინდა რა და ამათ ეხლა ვერც აუხსნი შეიძლება ვერც მოვყვება შეიძლება არც არის საჭირო რომ იცოდნენ მაგრამ როგორ არ არის საჭირო და ეს თუ არ იცი აბა რას აშენებ მაშინ რაზედ გეხარ აბა ყველაფერს მეც ვერ აუხსნი არა იცი არა მაგაზე ვლაპარაკობდი მაგი უნდა მოკლედ ისტორია უნდა დაიწეროს და ისტორია ვერ იწერება და ეს ჩემი ტრაგედიაც არის თქვენის და მთელი ქვეყნის ოდა ეს ის დრო არა შეშინებული შეშინებული არა ბიჭი იყო ლოთი და მაგეთქვი ეს არის ის რა ქვია უნივერმაგი რო იყო ეხლა რა ეჩედები და გადა რა ქვია მაგათს არ ხო და მაგ კიბეები რო არის მაგიდან ნაძვის ცნობილი ნაძვის ყიდგა მანდიღებ და ყველა ამ 99-ში არის ხო ეს გადაღებული 99 მოვიდა და წამოდიო რა ის ვქნათო გავისე დავდიოდი და რაღაც ეს მოდი ერთი 3-4 მეთქი გადავიღო თოვლის ბაბუასთან მეთქი რა გადავიღეთ ეს ფოტო თოვლის ბაბუის ჯეროდათ გვიანობამდე აი თოვლის ბაბუის და სპონსორების არ მჯერავს აი ბავშვობიდან რა და ვიცი რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი ისე რომ აი ესეთი ბიჭი ვარ მე მოკლედ მაგარი დრო იყო და ამის შემდეგ იყო როგორი მაგარი ტუსოვკა იცი ამის შემდეგ გამოდიოდნენ ვიღაც დიზაინერები ჩემთან აუ ძალიან მაგარი საღამო იყო აი ამ ღამეს იყო ძალიან მაგარი ტუსოვკა მქონდა მახსოვს აი ამ ფოტოთი მახსოვს ის ტუსოვკა და სახში მე კიდე რა გავაკეთე იცი აი ეს წვიმები რო არის თუ იცით ხო აი მაგისთან გავაკეთე ისეთი მაგარი ინსტალაცია და ფარდები და რაღაც აი რომ შემოხვიდოდი აი ნახტივესტი იყო რა რაღაც განათებები უცნაური და ეს სანთლები და რაღაცა ძალიან მაგარი იყო რა მოკლედ მაგარი დრო იყო და ეს ყველაფერი ის როგორ კეთდებოდა ეს გული და სულ აი ნაღდი და სულ რაღაცა აი ყველაფერში რაღაცა ჩადებული იყო რა აი პლასმასის ჭიქებიც არ იყო ერთჯერადი მაშინ და არაფერი არ იყო აი ყველაფერში სხვა და იმას თუ ვინმე მოიტანდა იმას სულ სხვა დატვირთვა ქონდა რა იმას თუ ვინმე იშოვიდა იმ სანთელსაც იმ სასმელსაც იმ რა ყველაფერს თავის ის ქონდა რა ჯიგარი და ყველაფერს სხვანაირად სვავდი და უყურებდი და აღიქვავდი რა სხვა დრო იყო მე მწებაში დაბეჭდილება რომ ის დრო რამდენადაც გეზიზღებოდათ იმ მომენტში თავის ყველა უარყოფითი მხარეთ რასაც ამოთ იმდენად გენატრებათ ეხლა რომ ვაფშე არ მენა არა მაგარ რაღაცას გეტყვი უბრალოდ ახალგაზრდები ვიყავი და ის დრო მენატრება აი თუ სიმართლე რა მენატრება აი მოსანატრი რა იყო უბრალოდ ახალგაზრდები ვიყავი და იმხილათი მჯეროდა რომ
მე შემეძლო ქვეყნის შესვლა. იმხელად იმჯეროდა, რასაც ვაკეთებდი, ეს იყო ყველაფერი საქართველოს გადარჩენისთვის. იმიტომ რომ მართლა ეგრე იყო. გარეთ რა იყო? გარეთ იყო ეს უბედურება. ეს გაჩხერილი ტიპების ყმუილი და ეს ტროლები და მოკლავდა, შევჭამდა, შუბს გაგიხრიტავდა, აი ეგ ბაზრები იყო გარეთ. მარტო ჩემი სახლი ანათებდა, მარტო ჩემი სახლიდან გადიოდა ცივილიზაცია. მაშინ ამას სხვა დატვირთვა ქონდა. მაშინ ეს იყო ბრძოლა ცივილიზაციისთვის და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და წერტილი. ხო, იცით როგორც ამბობენ, ესა ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო. ან თითქოს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი რო გახდა და აღარ არის აი ეს რთულად მოსაპოვებელი როგორც თქვენ დროს იყო. თითქოს ამან რაღაცნაირად დაგდრგუნათ, არ ვიცი, აი არა მეჩვენება, მითხარით რომ არა, ეცი რა არის, მე სულ მეგონა რომ ადამიანები რაღაც საზოგადო თუნდაც ის ხალხი ვინც აქ დადიოდა და ვინც ამას უყურებდა და ვინც რაღაც დონეზე სწორედ დასკვნებს გამოიტანებდნენ. და მე რო დავინახე რომ აი ეს ადამიანები ვინც ამან გაზარდა და გადაარჩინა იმ საერთო უბედურებებისგან, ნარკოტიკების ცუნამი რო იყო აქეთკენ და აქეთკენ ნარკოისა იარაღების ტაიფუნები რო იყო და აი ამ ყველაფერს და დილას რო სახლიდან გადიოდი ხამე დაბრუნდებოდი თუ არა რო არ იცოდი და აი ეს იყო მართლა ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ცხოვრებაში და ამ ჩემს მიერ შექმნილ სივრცემ აი ეს უამრავი ადამიანი სწორი გზაზე დააყენდა და სწორი ფასეულობები აარჩევინა და შეაქმნევინა რაღაც ახალი აი ამ ხალხისგან რო დავინახეს რაღაცა რომ იმათმა რა ჩათვალეს იცით რომ რახან მე არ ვიყავი აგრესიული და ამ ყველაფერს ესე ვიძლეოდი, ამათმა ეს ყველაფერი თავის თავზე დაიბრალეს. ხვდებით რას ვლაპარაკობ მე? ანუ ჩემი ის ამოჭრეს. ლადოა ვინ არ ვიცი, აი მე დავიწყეს და მე ხვდებით ხო ის თქმა და აი ეს დაუნახაობა რო დავინახე და მე დაუნახაობა მარტო კი არ იყო, მე დავინახე რომ აი რაღაც მომენტში აი ამ ადამიანებმა სწორედ ვინც აი ეს კულტურიდან აი ამ ჭიდან ეს წყალი დალიეს და გადარჩნენ ჩემი რაღაც დონეზე განადგურება დაიწყეს და ჩემი რაღაც დონეზე ანტირეკლამების აგორება და რაღაცეები რომ თავისთვის დაინახებინათ რომ ლადო რაშუაშია მე ვარ აქ ტიპი და მე ვიყავი მაგარი და აი ეგენი არ გამისწორდათ რომ დანაჩენი ვერაფეხები უნდა მომჭაოს შემხედე თვალებში მე აი ეს ყველაფერი გავიარე და დღეს აგვზივარ და ვატრაკებ და კიდე გავატრაკებ და იცით ვინები მყავს ნანახი და რა ხალხთან ნაწყენი იქნები არ იქნები აბა რომ მე მალაპარაკებენ 61 წლის გასს კიდე რომ ვინა ვარ რატო ვარ და ცუდი ბიჭი ვარ თუ კაი ბიჭი ვარ და უნდა აღსარო აი ეს იმიტომ გავაკეთე რომ ეს იმიტომ და აი მაგაზე ვიღლები კიდე და შენ სულ უნდა იმართლო თავი რომ კაი ბიჭი ვარ ცუდი ბიჭი ვარ და იღლები რა შენ ღმერთმა გისმინოთ მე ეგეც ფეხზე მკიდია იცი რაღაცები შემდეგ ისე დავიკიდე ყველაფერი ფეხზე აი რა ფეხზე არ კიდიათ ეხლა მიმატყუებ რატო არა მართლა მე რო ფეხზე არა რო არ დამეკიდა ინფარქტი დამარტყავდა მე просто კიდია და მართლა უფრო მეც ვაპირებ ეხლა რო წავალ ნიუ-იორკში უფრო მეც გავატრაკებ კიდე იქ ვაპირებ ვაფშე თავიდან რაღაცების გაკეთებას კიდე მაგას განახებთ როგორ შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას ნაწყენი ხარ და არ ვიცი ეგ მე ძალიან ლამაზი განცდა არის არა ნაწყენი რა თქმა უნდა ნაწყენი არა როგორ ზნობ რომ შენს ინდივიდუალურობას და შენ ჯიგარ პონს რო გზნობ და რო გზნობ რომ რა გარემოში გააკეთე ეს ყველაფერი და როგორი დაუფასებელი და დაუნახავი და როგორ რამდენჯერ გადაგიარეს რომ მოესპეთ და რამდენჯერ ადაკი ფენიქსივით უფრო მაგარი და ვერაფერი ვერ გიქნეს იმიტომ რომ მე თვითონ ვარ შემოქმედება და მე თვითონ რაც გავაკეთე ვამაყობ მაგით და ჩემს ისტორიას რო გადავხედავ და ეს ყველაფერი ხო ვიდეო მასალები ამას ხო მე ვერ მოვიტყვი ამ ფოტოს მე ხო ვერ მოვიტყულები არა და ეს ყველაფერი რო არის რო შეხედავენ და მე სხვა შეხედავენ მიხვდები რომ ეს ნაღდი არის და ის არ არის მოკლედ სიტუაცია ესეთი არის. ეს არის ორი ლადო. ერთი არის ახალგაზრდა, ერთი რაც მოგიყევით, იმას რო აკეთებ და მეორე ეხლა ცხოვრებასთან სხვანაირი დამოკიდებულები და სხვანაირი პრეტენზიული თვალით. ამათ შორის რა არის სხვაობა? რომ ეს და ეს იგივე სიმღერას უკრავს, იგივე გულით, იგივე ჯიგრით და იგივე ტიპი არის დარჩენილი. და ამაზე ბრძოლა იყო სერიოზული. და მე ხა რაც ვარ, ხო? აი ესეთივე ვიყავი ბავშვობაშიც. შეიძლება მოგწოროთ, მაგრამ თქვენ თავზე იღებთ. მე თქვენთვის არაფერად მეკითხარით, просто ზოგადად მუსიკალურ პონჩი დანარჩენი ფეხზე მკიდია. ეს ისტორია არის ძალიან ლამაზი ისტორია, აი ეს პერიოდი განსაკუთრებით, ეს არის ჩეხური გიტარა. ამ ჩეხური გიტარის ისტორიას მოყვები შეიძლება. ეს ჩეხური გიტარა მამაჩემს უყიდია სადღაც რესტორანში იჯდა და ვიღაც ციგნებს მოუტანიათ 25 ლარად.
და მე ეს გიტარა სადღაც იდო და სადღაც წაუღია და დაუტოვებია ეს გიტარა და არავის არ ახსოვდა. მოვიძიე ეს გიტარა. აღმოჩნდა მამიდა ჩემთან იყო. წამოვიღე ეს გიტარა და ამ გიტარაზე დავწერე პირველი სიმღერა. ეს არის ჩეხური გიტარა. და იმ პირველი ჩემი მაგარი სიმღერები ისე მუქდება მორიგი ღამე, ნაცემი სახეები, ის რა ქვია, მოდიმალე, ამ ქალაქში დღეს მეფობი მგლები და ისინი, აი, სულ ყველაფერი აი ამ უნიკალურ გიტარაზეა დაწერილი. ეს უკვე არის ადამიანი, რომელმაც ამ ადამიანთან ურთიერთობაში შეინარჩუნა ის ბალანსი და ის მეობა, რაც აი ამ ადამიანს ჰქონდა თავის დროზე. იმ ყველაფრის და მიუხედავად, რაც მის ცხოვრებაში მოხდა.